მდინარე გადასასვლელია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ მეორე ხაზის გაჩერებებს, სადგურებს არც ერთს არ აქვს ეს სვეტები შუაში, ხმას არ ახშობს და პლუს ხელს გიშლის წონასწორობის დაცვაში და ორიენტირებაში, რომ სად არის მაგალითად იბიდან რამდენად შორს არის ლიანდაგი რა და ბაქანი. ამიტომ ახლა დაველოდები ამ მატარებლის წასვლას და დავიწყებ ქსიაროს, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მოძებნა რა, აი მილიმეტრებში ავწდი. ხო შევიდა ესე წავსულიყავი და ბოლოს დავეჯახებოდი კედელიან რაღაცა არის და გამოვტრიალდებოდი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ საწვალებელი არის ფაქტია. ხო იმისთვის რომ ხელმა დაიმახსოვროს და უკვე ავტომატზე კონდეს ახლა ბევრჯერ უნდა იყო ნამყოფი თუ არა და უნდა უსმინო და გააკვირდეს სად მიდიხარ რა. უკეთესი რეცეპტი არ არის და თუ მივხვდი რომ არასწორად წახვედი, ბოლოს დატრიალდე და აქედან გამომდინარე მე ვხვდები, რომ სავარაუდოდ უნდა დავტრიალდე უკვე. რომ იქ ბაქანი არის. როცა არის აქტიური ჩილები და ბილიკები, უსინათ რომ არ უნდა იაროს ცენტრში, უნდა იარო კედელ. რომ მივხვდე მაგალითად ბაქანი სად იწყება, უკვე ხელჯოხმა რომ აფიქოს, მაგრამ აქ ვიღაცების ხედან ისე არ გამოდის და მომიწევს რომ ცენტრში ვიარო და რაღაცნაირად უსმინო და გავიგონო ეკოთი იმით და ბევრი ხალხი არ არის და ადვილია. ასე თუ ისე გადაღებაც მათ შორის, იმიტომ რომ გრძელდება რამდენიმე საფეხური, ხო? ნუ ეს არ ვიცი თავის დროზე რატო ისთვის ვინ იფიქრა, ვინ არ იფიქრა. ხო, მაგრამ ნუ აი ამ ხაზზე რაც არის კარგი, არის აი ეს კოლონები, ძალიან კაია საორიენტაციო თემები. მივხვდები რა, რომ აქ უკვე ბაქანი იწყება და ძალიან შორს არ უნდა წახვიდე. აი აქ ვდგები კოლონასთან და უკვე ვიცი რომ აქედან მატარებლამდე არ შორს არ არის, არ წახდეს.
Next station, Marjanishvili. Guys. Please don't clean all the doors.